როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. ცოტა სხვა რაკურსში ვარ. მაგრამ ვეცდები, რომ მაინც ესე თუ ისე კარტებთან წდომა, ასე ვთქვათ, ხედვა გქონდეთ. დავიწყოთ, მოდი, რა ხდება თქვენ შორის დღევანდელი ენერგიებიდან გამომდინარე და რა შეიძლება აქედან გამოვიდეს. ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, ყველაფრისთვის. როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი. დამდეგს გილოცავთ. ნახოთ, აბა რა ხდება თქვენ შორის. იქიდან გამომდინარე, დღეს რაც ხდება თქვენ შორის, თქვენ მიხვდებით, თქვენზე არის თუ არა ეს გაშლა. ნახოთ, რა ხდება თქვენ შორის. ცხრიანი პენტაკლი ხდება თქვენ შორის. აქ არის კონკრეტულად, ვიცი რა არის სტაბილური უკმაყოფილება. რეალურად თქვენი, ესე ვთქვათ, ქრონიკული სევდა და უკმაყოფილება და თქვენ შორის ხდება კონკრეტულად თქვენი პრეტენზია მის მიმართ, ამ ურთიერთობის მიმართ, იმის შეგრძნება, თუ რამდენად ეჭვია ამ ურთიერთობაში, რამდენად შენი შიშები უფრო გააქტიურდა, შენი თვითშეფასებაც რაღაცა კი არ მინდა თქვა, რომ ბოლომდეა დაწეული, მაგრამ რაღაცნაირად მაინც შერყეულია. გეშინია თქვენ შორის კონკრეტულად არის შენი შიში, ასე რომ ვთქვათ და შიში ჩაღრმავება საკუთარ თავში, სურვილებში და იმის პასუხები, რაც მართლა იცი რეალურად. თან არ გინდა მასთან ამ ყველაფერზე საუბარი, იმიტომ რომ შეიძლება ეს მოსინჯულიც გაქვთ ძალიან ბევრჯერ და კარტები არც ეს მაგრამ ხომენდობით არა რა მნიშვნელობა აქვს, მოკლედ. მოდი ვნახოთ ახლა. მისი შეგრძნებები მაშინ ამ ურთიერთობაში, იმიტომ რომ კონკრეტულად ამოვიდა თქვენ არ ცდებით, თქვენი ინტუიცია არის ძალიან ძლიერი. იმას, რასაც შენ ახლა გრძნობ, რისიც გეშინია, ზუსტად მასია. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ მოგონილია და რაღაცა ფანტაზიებში ხართ გადავარდნილი, თუმცა თქვენი ინტუიციიდან გამომდინარე უნდა ემსჯელოთ, კარგით? მოდი ვნახოთ, ამ შემთხვევაში მისი შეგრძნებები რა არის? აი, მისი შეგრძნება რა არის? მისი შეგრძნება რადიკალურად განსხვავებული ენერგიებია. როგორი მომენტია, იცი? ხო. მისი აზრით აქ ყველაფერი არის ნორმაზე. იმიტომ რომ მას აქვს გრძნობა, დარწმუნებულია ამაში და შენ თუ რაღაცასა ვერ გებულობ, არ გაინტერესებს, ეს არის შენი პრობლემაო, გეუბნება და ზუსტად ეს მომენტია, რომ არ მოდის როგორ რაღაცით დაფასება, მაგალითად, თითქოს მამაკაცთან ერთი 2-3 იტირებ, მერე უკვე აი ეს ცრემლები აღარ მუშაობს და უკვე რაღაცა გაღიზიანებაში და манипуляციაში ითვლება და რაღაცა გაუფასურებულია შენი მოთხოვნა, შენი შეგრძნება, შენი გრძნობა, ყველაფერი, რასაც შენ გადიხარ მარტო, ამიტომ მე ამ ურთიერთობაში ვუყურებ, რომ ყველა თავისთვის არის პასუხისმგებელი საკუთარ ემოციაზე. განაწყენებული ენერგიებიც არის. ეს იმას არნიშნავს, რომ ურთიერთობა არ გაქვთ, მაგრამ არ გვარდება ეს ურთიერთობა სტაბილურობისკენ. რა არის თქვენ შორის კიდევ? მოდი ვიკითხოთ. მთლიანობაში ვერ ვიტყვი, რომ ის განაწყენება, ვერ ვიტყვი, რომ თქვენ დამნაშავე ხართ, ან ის დამნაშავე, რაღაცა თანაბარი მოთხოვნები გაქვთ და თანაბარი პრეტენზიები არის აქ და ერთი სიტყვით მედალს ორი მხარე რომ აქვს, ასე გამოდის, რომ ეს გაკვეთილეს ურთიერთობა ორივემ უნდა დაალაგოთ და ასე ვთქვათ, მაღალი ძალებისთვის და ღმერთისთვის ყველა ერთნი ხართ და ამიტომ აქ არც მაღალი ძალები კონკრეტულად თავზე ხელს არ გადაგისმევთ თქვენ და არც იმას, ანუ თანაბარია ეს ყველაფერი, თავად თქვენ შორის გაერკვევ და თქვენ შორის გარკვევა არ ხდება, იმიტომ რომ შენი მოთხოვნა გაქვს, მას მისი მოთხოვნა აქვს და გადაღლილი ენერგიებია. მოდი ვნახოთ. დაალაგდება თუ არა მაშინ ეს სიტუაცია, ვნახოთ, დაალაგდება თუ არა. შენ გაქვს რაღაცები პირდაპირ გადასაყლაპი და შენ უნდა გადაწყვიტო ამ ურთიერთობაში დაალაგდება თუ არა რამე. შენ თუ გინდა ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ისე როგორც შენ გინდა და წარმოგიდგენია, ეს ადამიანი მას არ მოგცემს და არ აინტერესებს.
ამიტომ ყველაფერი დაალაგდება, ოღონდ შენ უნდა მიიღო ყველაფერი ისე, როგორც არის და ამ შემთხვევაში შენი მოთხოვნები იგნორდება. უპირობო გრძნობაზე, სიყვარულზე და მიმღებლობაზე აქვს საუბარი. მაგრამ მე ვამბობ იმას, რომ განა არ შეგიძლია ეს ყველაფერი, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გინდა და ამას ვერ შეძლებ. გინდა სიყვარული, გინდა გრძნობა, გინდა ენთუზიაზმი, გინდა ყველაფერი ორმხრივი და რაც მთავარი ის ყველაფერი დასტატუსდეს და გამკურვდეს და გამყარდეს და მოკლედ რაც კი შეიძლება ურთიერთობაში დაპლიუსებული გადაწყვეტილებები იყოს. რამდენად მნიშვნელოვანი ხარ ამ დღევანდელი ენერგიებიდან გამომდინარე, აი ეხლა ამ ენერგიებში ვამბობ, აი რამდენად მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ხარ მისთვის. მნიშვნელოვანი ხარ, უბრალოდ ტიპაჟია ასეთი. ყველასთან ასეთი იქნებოდა, მე მგონია. არ გეგონოთ, რომ აი რადგანაც თქვენთან ასია, სხვასთან უკეთესი იქნება, არა ეს ადამიანი არის ესეთი როგორც არის. საკმაოდ კეთილი გულის ადამიანია, არაფერი ცუდად არ უნდა ძალით, როგორც გამოდის, ისე გამოდის. ეხლა ეს ნიშნავს იმას, რომ ცოტა თავისებურია, ყველა თავისებურები ვართ, მაგრამ მე მაინც ვიტყვი იმას, რომ მის გულს, მის სულს ესაჭიროება შენთან ურთიერთობა, ავსებს მის ცხოვრებას, მაგრამ როგორ რაღაცა არის, იცი? იმის საშუალებას არ გაძლევს, რომ შენ მოიცვა მისი მთელი ცხოვრება, ამ გრძნობიდან გამომდინარეც კი. ანუ ადამიანი იტოვებს რაღაც თავისუფალ სივრცეს კი არა, რომელიც საერთოდ ყველგან უნდა იყოს. უბრალოდ აღიზიანებს, რაღაცნაირად აღიზიანებს ეს ურთიერთობა და დისტანცია აქვს ჩართული და შეტევაზეა გადმოსული. თვითონაც ელოდება კარგ დღეებს, გამოდარებას, როდის გამოიდარებს, რომ ყველაფერი დარეგულირდეს და ამ ურთიერთობას მიეცეს შანსები უკეთესობისკენ. მოდი ვიტყოდი, რომ პასიურად აღონებულია. დარწმუნებულია მის თავში, როგორ რაღაცა მე დარწმუნებული ვარ, რომ მინდა შენ და მე დარწმუნებული ვარ ჩემს გრძნობებში, მაგრამ შენ თუ რამეზე უკმაყოფილო ხარ, ან არ გაქვს მიმღებლობა ჩემი ხასიათის, ეს არის შენი პრობლემა. ამ შემთხვევაში შენ ხდები გაუფასურებული, შენი შეგრძნება, თვითშეფასება მოკლედ ირევა ძალიან და ის როგორც შენ გეკადრება და როგორც შენ წარმოგიდგენია, ასე არ ხდება. და გაგვხსევ და რომ შენ ახლა იმ ადგილზე როგორც შენ წარმოგიდგენია, ეს ის არ არის, რომელიც შენ გინდა, ან გინდოდა, ან როგორიც იყო შესაძლოა ადრე და მოკლედ ასეთი ამბები არის. რჩევა. ისე თქვენ ამოხვედით რჩევაში. რა ვქნათ, რჩევა. თქვენი იმედები, გაჩვენებთ აქ. მაინც ძალიან ემოციური ხართ და რაღაცა დღევანდელს ადარებ წარსულს. შესაბამისად გამორიცხულია მომავალი, იმიტომ რომ დღევანდელი არ მოგწონს. შენ არ გწონს თავს შენს ადგილას, შენ არ ხარ კარგად. შენ უფრო მეტი გინდა, შენ დარწმუნებული ხარ, რომ ამას იმსახურებ. და შენ ამაში, შენს ხედვაში აბსოლუტურად მართალი ხარ. როგორც შენ გინდა. თუმცა ძალიან წუხს ეს ადამიანი, მაგრამ მე ამ იმედებს შენ არ გაგიმართლებ და ვერ გაგიმართლებ. შესაბამისად, რჩევაში ეს არის, რომ თუ შენ წარმოგიდგენია შენი თავი რაღაც სხვაგვარად, კი ბატონო, მაშინ მთელი სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამ მუდში, ამ თმენით, ემოციების და მონატრების გადალახვით და მოკლედ ყველაფერი დატოვო წარსულში. თუ რა თქმა უნდა, ამას შეძლებთ, მე რა თქმა უნდა, ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით.